ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდში არსებული ქართული წინაქრისტიანული ხანის სამკაულები საიუველირო ხელოვნების შესწავლის თვალსაზრისით საყურადღებო მასალას წარმოადგენს. აქ წარმოდგენილი ძეგლების ძირითადი ნაწილი არქეოლოგიური გათხრების შედეგადაა მოპოვებული, გარკვეული ნაწილი კი შემთხვევით მოპოვებულ მასალას შორის ერთიანდება ახალგორის, სტეფანწმინდისა და არადეთის კუთვნილი ძეგლები. ახალგორისა და სტეფანწმინდის ძეგლები ძველი წელთაღრიცხვის მე-5-მე-4 საუკუნეებს განეკუთვნება. არადეთისა კი ძველი წელთაღრიცხვის 1 საუკუნით თარიღდება. საყურადღებო ძეგლები იქნა გამოვლენილი საირხეში. კერძოდ მდიდრულმა სამარხებმა მოღწა კეთილშობილი ლითონებისაგან ნაკეთები არაერთი განსაკუთრებული ღირებულების ძეგლი. ყურადღებას იპყრობს ყელსაბამები, საყურეები, დიადემები, ცხენის აღკაზმულობის ნაწილები, გამლის დეტალები, რომლებიც საგანგებოდ ცვარას ბურთულებითაა შემკული, საკისარი რგოლები, ქსოვილზე დასაკიდებელი ფირფიტები და ასე შემდეგ. სამკაულებიდან, განსაკუთრებით საყურეებიდან, ჩვენ აქ ვხედავთ ძირითადად 3 ტიპის საყურეს. ეს არის სხივანა საყურეები, რომელიც ფართედ ვრცელდება კოლხურ სამყაროში და სწორედ კოლხური კულტურისთვის დამახასიათებელი გახლავთ. ასევე გვაქვს ცალბურთულიანი საყურეები, მორთული ცვარას ბურთულებით გამოყვანილი პირამიდებითა და სამკუთხედებით, როგორც სხივანა საყურეებს, ამ შემთხვევაში საერხულ ამ საყურეებზე ჩვენ ვერ ვხედავთ ვარდულებს, მაგრამ სტეფანწმინდის განათხარ მასალაში სხივანა საყურის საფასადო ნაწილიც ასევე ვარდულითა და გრეხილებით შესრულებული ორნამენტული დეკორით არის შემკული. მესამე ტიპის საყურე ნახევარმთვარისებური ფორმისაა და იგი ფართოდ არის გავრცელებული წინააზიურ სამყაროში. ამ საერთო გავრცელებულ ფორმაში გარკვეულ ცვლილებაში აქვს ოსტატს და კერძოდ ყურადღებას იპყრობს მისი საფასადო ნაწილის შემკულობა, რადგან აქაც ისევე როგორც ჩვენ გვაქვს ეს სხივანა საყურესა და ცალბურთულიან საყურეზე, საყურის საფასადო ნაწილი იმკობა ვარდულით და გრეხილებით შესრულებული დეკორატიული ელემენტებით. საინტერესოა ყელსაბამები, რომლებშიც ვხვდებით ცალკეულ სტილიზებულ ჯიხვის სკულპტურულ გამოსახულებასა და ხარის თავს. ცენტრში სამკუთხა ნიშნით. წინაქრისტიანული ხანის ხარხთაების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დეტალი გახლავთ სოლარული გამოსახულებაა მისი. გარდა ყელსაბამებისა, ხარის თავი შეინიშნება ცხენის აღკაზმულობის ნაწილებშიც, რომელიც ბრინჯაოს სარჩულზე ფურცლოვან გადაგრულ ოქროს წარმოადგენს. თითოეულ ამ სამკაულში წარმოდგენილი ესაწვის მხატვრული დეტალი მხოლოდ მხატვრული დატვირთვისა არ გახლავთ. მას თავისი სიმბოლური დანიშნულება აქვს, რაც ამ პერიოდის საქართველოსათვის იყო დამახასიათებელი. ამ თვალსაზრისით არაჩვეულებრივ მასალას გვაწვდის ჩვენ დიადემები, ოქროს დიადემა მოპოვებული ასევე საირხეში, თავისი სასაფეთქლეებით, ბურთულიანი ტიპიური კოლხური კულტურისთვის დამახასიათებელი სასაფეთქლეები, ცალბურთულიანი, რომლის საფასადო ნაწილი ისევე როგორც სხივანა საყურეების და დანარჩენი საყურეების იმკობა ვარდულითა და გრეხილი ზოლებით შედგენილი დეკორატიული ელემენტებით. იგივე მომენტს ხვდებით ჩვენ ამ მოზრდილ სასაფეთქლეებზე, დაზიანებულია ძალიან, რადგან ხანძარი მომხდარა თავის დროზე სამარხში და ამას უმსხვერპლია ეს სასაფეთქლეები დამდნარია, მაგრამ შემორჩენილი ნაწილები ნათელ წარმოდგენას გვაძლევს თუ როგორი სამკაულებით იყვნენ ისინი შემკულნი და ჩვენ აქ გვაქვს ირგვლივ მთელს დიამეტრალურად შემოუყვება პროტომები ჯიხვების სკულპტურული გამოსახულებებისა. ხელოვნების მუზეუმში წარმოდგენილ სამკაულებს შორის განსაკუთრებული ადგილი იმ დიადემებს უკავია, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება კოლხურ კულტურას. ეს არის ესეთი გრეხილი რკალი, რომლის ორივე ბოლოვდება რომბით და შვერილი კაუჭით. კაუჭები ერთმანეთს, რითაც დიადემის ორივე ბოლო კაუჭებით ერთმანეთს უკავშირდება. როგორც ხედავთ, საფასადო ნაწილზე ჩვენ აქ გვაქვს სოლარული ნიშნები, მზის გამოსახულებები ამ სარკულად განაწილებულ რომბის ორივე ნაწილზე, ზედა სამკუთხედში და ქვედა სამკუთხედში, სწორედ სოლარული ნიშნებია, მზები, რაც აშკარად უნდა ვივარაუდოთ, რომ ალბათ წლის დაწყებას უნდა მიანიშნებდეს. ასეთი დიადემების წარმომავლობა დაკავშირებული უნდა იყოს ბრინჯაოს კულტურასთან.
ზებარდეს დიადემა, რომელიც ექსპოზიციაშია ჩვენთან წარმოდგენილი, იგი ბრინჯაოსია და ასეთი ტიპის დიადემებს შორის იგი ყველაზე უძველესია. მისი თარიღი მე-7 საუკუნეებით განისაზღვრება და ენათესავება ამ ოქროს დიადემებს. დიადემები გვიან ანტიკურ ხანაში ნაკლებად გვხვდება, მაგრამ ეს უკვე ფერადოვანი აქცენტებით არის შემკული და ბერძნულ რომაულ სამყაროში ფართოდ არის გავრცელებული. ქართულ სამყაროში ყველაზე გვიანი ხანის დიადემა ეს გახლავთ მოდინახეს დიადემა, რომელიც მე-4 საუკუნით თარიღდება და ჩვენ აქ გვაქვს ერთიანი ანსამბლი, გარნიტურია, დიადემასთან ერთად მოპოვებულია საყურები, წყვილი და ბეჭედი, რომელთა მხატვრული გადაწყვეტა ერთ მთლიან ჩანაფიქრს წარმოადგენს. აქ წარმოდგენილი სამკაულები საინტერესო მასალას გვაწვდის ქართული კულტურის შესწავლის თვალსაზრისით.